მოგესალმებით. ეს არის გადაცემა სულთა დაფა. მე კი მისი წამყვანი წმინდა მოწამეთა კვირიკესა და იულიტას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე გახლავართ. დღეს ჩვენი საუბრის თემაა მოზარდი და მისი მოვალეობები. ამ თემაზე სასაუბრო ჩვენ გადაცემაში მოვიწვიეთ ქალაქ თბილისის 51 საჯარო სკოლის მოსწავლეები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს და ვიდრე საუბარს დავიწყებთ, მინდა შეგახსენოთ, რომ გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა საუბარს იმის შესახებ, თუ რა პროფესიას ირჩევთ საომავლოდ და რატომ და გადაცემის ბოლოს თქვენ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ. ეხლა რაც შეეხება მთავარ თემას, მოზარდი და მისი მოვალეობები, ყველა მოზარდი ერთხმად აღნიშნავს, რომ მათ თავიანთი უფლებების შესახებ იციან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობაზე, მოვალეობაზე არც კი უფიქრიათ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ადამიანს აწუხებდეს თავის მოვალეობის შესრულება? ყველა ადამიანს აქვს უფლებები, ამასთანავე ყველა ადამიანს აკისრია მოვალეობა და მისი შესრულება უნდა მოხდეს ყველა ადამიანის მხრიდან. რაც შეეხება, როდესაც მოზარდი საუბრობს თავის უფლებებზე, მე გეთანხმები თქვენ, რომ ხშირად ავიწყდება საკუთარი მოვალეობები. და ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სახელმწიფოში, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, უნდა ვასრულებდეთ ჩვენ მოვალეობას სრულფასოვნად, საიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვექნება იმის უფლება, რომ მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. გეთანხმებით, რომ მოზარდებში უფრო ხშირად არის ხოლმე, რომ ლაპარაკობთ მხოლოდ ჩვენ უფლებებზე, მაგრამ მოვალეობები გვავიწყდება და ჩემი აზრით ყველაზე უმთავრესი არის, რომ როცა ვლაპარაკობთ უფლებებზე, ამ მომენტს გავითვალისწინოთ ჩვენივე მოვალეობები და ხშირ შემთხვევაში ვიძახით მოვალეობებსაც ვახსენებთ ხოლმე და ვამბობთ, რომ ეს ჩვენი მოვალეობა უნდა შევასრულოთ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვა რჩება და საქმე გაუკეთებელი რჩება მაინც. თითოეულ მოზარდს ევალება თავისუფლება მოვალეობა ეკისრია მას. ერთადერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობა ეს არის სწავლა. სწავლის საშუალებით ის არა მარტო თავის თავს არგებს, არამედ ის ეხმარება თავის მშობელს. ერთადერთი რასაც შეუძლია მან დააფასოს თავისი მშობელი, ეს არის სწავლა. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. არა მარტო ის თავის მშობელს პატივს დაახარებს, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. და კიდე აი ბავშვებო, თქვენი აზრით კიდე რა ევალება ის სწავლის გარდა ჩამოვთვალოთ ყველა ის მოვალეობები, რაც და პასუხისმგებლობა? კი. ანუ კობა შენ ახსენეთ ეხან რომ ბავშვს ევალება მარტო სწავლა და მარტო ამით შეუძლია დააფასოს მშობელი. ჩემი აზრით მოვალეობა გულისხმობს რაღაცეების ერთობლიობას. ამ რაღაცეებში შედის თუნდაც სწავლა, თუნდაც ზრდილობა, თუნდაც ის აღზრდა, რასაც შემდგომ საზოგადოებაში მოზარდი გამოხატავს. ჩემი აზრით ვერ გამოვყოფთ კონკრეტულად ერთს, რომლითაც შეიძლება ბავშვის მოვალეობა და მშობლის დაფასება განისაზღვროს, რადგანაც ეს არის ერთობლიობა თვისებების და ამ ყველაფრის. ყობამ თქვა ერთ-ერთი მოვალეობაზე ისაუბრა და თulis ის რომ თავარია. მაგრამ მე შემდეგ დავსვი შეკითხვა, რომ კიდე ბავშვებო, კიდე რას თვლით თქვენ, რა მოვალეობები გაკისრია თქვენ იმის გარდა, რომ არის ერთ-ერთი სწავლა, რა თქმა უნდა. ხო, არა, მე უბრალოდ ყობამ რომ ახსენა რომ თავარი არის, ანუ თავარად არ ჩავთვალე. ჩემი აზრით, ნებისმიერი მოზარდისთვის აუცილებელია, რომ იგი ათვითცნობიერებდეს იმას, რომ იმით რომ იგი არ იცავს თავის უფლებებს, ანაც თუნდაც არ ასრულებს თავის მოვალეობას, იგი ამით ძალიან დიდ ზიანს აყენებს გარშემო მყოფ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგი დაარღვევს თავის მოვალეობას და არ შეასრულებს მას, მან შეიძლება ამით ძალიან დიდი ზიანი და ტკივილი მიაყენოს სხვა ადამიანს. ესეც აუცილებელია იმისთვის, რომ ვათვითცნობიერებდეთ იმას, რომ ყველა ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი, რომელმაც აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა იმისთვის, რომ მისი უფლებები არასოდეს არ დაირღვეს. რამდენად შეიძლება ეს ადამიანმა თავის თავში დაამარცხოს? თუ შეიძლება რომ უპასუხისმგებლობა და ის რომ მას აქვს თავის მოვალეობა, მას აქვს პასუხისმგებლობა, მასზე უნდა იფიქროს მოძებნო ძალები და უნდა გადალახოს ესე რომ ვთქვათ. ამაზე რა აზრის ახართ? ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შეგრძნება, რომ მას აკისრია რაღაც ვალდებულებები. შეიძლება ადამიანმა დროთა განმავლობაში, თუ გარემო არის ის იმდენად საშინელი, რომ იგი უკვე ვეღარ ხვდება იმას, რომ მას აკისრია მოვალეობები, ეს უკვე ძალიან ძიმე პრობლემა არის, რომელიც გადაჭრაც აუცილებელია. მაგრამ თავიდანვე, ჩემი აზრით, აი ბავშვობაში ან მოზარდობის ასაკში ყველა ადამიანს აქვს იმის შეგრძნება, რომ თქვათ რა არის მართალი, რა არის მცდარი. უბრალოდ ეს უკვე ადამიანის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს იგი ამ თავის ვალდებულებას და რამდენად პასუხისმგებლობა ექნება მას, რამდენად არა უკვე.
მოზარდის როგორც ყოველი მოქალაქის მოვალეობა გაუფრთხილდეს გარემოს, ხშირად ის აბინძურებს თუნდაც და არ ესმის, რომ ის გარემო, სადაც მას ცხოვრება უხდება და უნდა გაუფრთხილდეს მას იგივე ტრანსპორტში წარწერები ან სკამების დახევა. ეს ხშირად ისეთი მიდგომა აქვს, რომ ეს ჩემი არ არის და რატომ უნდა გაუფრთხილდე, რატომაც ეს არის ის ადგილი, სადაც მას უხდება ყოველდღიურად შეხება და მას უნდა გაუფრთხილდეს. ზოგადად პასუხისმგებლობას რაც შეეხება პირველ რიგში ადამიანს თუ არ გააჩნია პასუხისმგებლობის გრძნობა, თავის თავს აყენებს დიდ ზიანს და შემდგომში სხვა დანარჩენს, მაგრამ თავის ზიანი იმდენად დიდია, რომ სხვა დანარჩენს საზოგადოების წევრებს, ჩემი აზრით, არ ამგონია იმდენად დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე საკუთარ თავს. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენი მოვალეობებს გავაცნობიერებთ, ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის და პასუხისმგებლობას დიდი გვექნება, ჩემი აზრით, წინ გადავდგამთ დიდ ნაბიჯს. არ შეიძლება ადამიანმა აკეთოს ესეთი მოქმედება, რაც თქვათ არა თავისუფალი მოქმედება იქნება, ან იქნება უფრო უზრდელობა, ან დანაშაული, ან ვიღაცის მიმართ შეურაცხყოფის მიყენება. ამაში დიდი სხვაობა არის. თავისუფლება არის ადამიანი მოქმედებდეს თავისი ბუნების და მიხედვით. აკეთებდეს სიკეთეს და არა ბოროტებას. როდესაც ბოროტებას აკეთებს ადამიანი, ამ დროს არანაირად არ არის თავისუფალი. ის ღვთის წინაშე ვალდებული არის, ასევე ადამიანთა წინაშე. რომ აკეთოს სიკეთე. არც ერთ ადამიანს არ უნდა რომ მას გაუკეთონ ცუდი. ასევე არც სხვა ადამიანს არ უნდა ცუდი, ამიტომ უნდა ისაზრებდეს რომ ადამიანი რომ ესე იგი ცუდის გაკეთება როგორც მას არ სიამოვნებს, ისე სხვას არ სიამოვნებს. ამიტომ რაც არ უნდა რომ თავის თავს გაუკეთოს ადამიანმა, სხვას არ უნდა უკეთებდეს. და ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ცუდს აკეთებს, იგი ფაქტიურად მისი ბუნების წინააღმდეგ მოქმედებს. არანაირად არ არის ეს თავისუფლება. ამავდროულად ადამიანს აქვს ვალდებულებები, იმიტომ რომ ადამიანი შეგნებული არსება არის და მის ყველა მოქმედებას გარკვეული პასუხისმგებლობა მოეთხოვება. როგორც ისე ახლობლებში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სახელმწიფოსთან, უფალთან, ასევე საერთოდ მთლიანად კანონთანაც, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ისეთ მოქმედებას ჩადის, რომ მას ჯიანი და ეს კანონით ისჯება. ეს მოტანილია როგორც ღვთის მიერ კანონთან დასჯის შემთხვევაში, როდესაც თქვათ ადამიანი ჯულის კანონს არ ყვევს და ისევე საერო სახელმწიფო კანონმდებლობის წინაშე. ამიტომ ყველა მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლება და თავისუფალ მოქმედებას. მას აუცილებლად უნდა ზრდეს გააზრებული და სიკეთით გადადგმული ნაბიჯი. საერთოდ ყველაფერი დაფუძნებულია მოვალეობებზე. ანუ თვითონ მოვალეობა არის ერთმანეთისთვის გამარჯვების თქმაც კი, მოვალეობა სწავლა, აი თუნდაც მაღაზიაში ჩასვლაც კი და რაღაცის ყიდვა მოვალეობა არის და ეს მოვალეობები არის ერთმანეთზე დაკავშირებული, გადაჯაჭვული არის და როცა უკვე ერთი ადამიანი არ ასრულებს იმას, რაც დაკისრებულია მასზე, ირღვევა ეს ბუნებრივი ჯაჭვი და ამისათვის აუცილებელია რომ ყველამ შევასრულოთ ის, რაც ჩვენზეა დაკისრებული და თქვენ თქვით წეგან დასვით ასეთი კითხვა რომ როგორ უნდა გაუღვიძოთ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა, როცა ეს მას არ გააჩნია. და ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს არ აქვს პასუხისმგებლობა, ამ დროს აუცილებელია მას გარშემომყოფებმა მიუთითონ ამ ნაკლზე და შემდეგ უკვე მან იზრუნოს ამის გამოსწორებაზე. თორემ მე ბევრს ვიცნობ, რომელმაც არც კი იცის რა არის პასუხისმგებლობა და ვერც კი გრძნობს იმას, რომ არა აქვს ეს უნარი. ადამიანს განსაკუთრებით მოსწავლეს სტუდენტს რაც უფრო მეტი აქვს უფლებები, შესაბამისად ესდება მოვალეობების. ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, აქ არის საჭირო სწავლა, რომ უფრო ადამიანი გაიზარდოს დღითი დღე. ყოველ წუთს და ყოველ წამს ყველაფერში, მაგრამ შესაბამისად საჭიროა პატივისცემა, დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ, მშობლის მიმართ. მე ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ იძახიან, არა, საჭირო სწავლა, როდესაც უკვე შენ პატივისცემა არ გაქვს, სწავლა ყოველთვის მართალია საჭირო, მაგრამ როდესაც იმ ადამიანს პატივისცემა უქრება იმ მასწავლებლის მიმართ, ის მასწავლებელს ვეღარ ხედავს იმ სწავლას და შესაბამისად პატივისცემის გარეშე სწავლა და ეს ჩვენი მოვალეობები ფაქტურად ქარწყლდება. პატივისცემა პირველ რიგში მე ვთვლი, რომ ადამიანს წინსulis საბაბს უდებს. ეს პრიორიტეტია, რომელიც ადამიანს ყოველთვის წინ წაიყვანს და ადამიანობაში გამოწვრთნის და დაანახებს ცხოვრების სწორ გზას. პატივისცემა არის ერთ-ერთი, რაც შეიძლება სწავლასთან ერთად ადამიანი იზრდებოდეს და ყალიბდებოდეს ნამდვილ ადამიანად. არის თუ არა კავშირი მოუწესრიგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის? ხშირად, როდესაც ადამიანი მოუწესრიგებელია, ასე ვთქვათ, ჭალებში.
თავისთავად ეს მოქმედებს პასუხისმგებლობაზე. ანუ შენი მოწესრიგებულობა, შენი ყურადღება გულისხმობს უკვე რაღაცაზე ყურადღების გამახვილებას თავისთავად. და ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა ერთიურად იზრდება და იმ საკითხის მიმართ, რასაც შენ აკეთებ, უფრო მეტად გეზრდება ყურადღებაც, მოწესრიგებულობაც და თუ კი მოუწესრიგებელი ადამიანი ბუნებრივია არც აინტერესებს მას არანაირი საკითხი და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობის გრძნობაც არ გააჩნია. როდესაც ადამიანი მოუწესრიგებელია, იგი თამნებს მხოლოდ საკუთარ თავს პირველ რიგში ჯერ ამით იწყება და ამის შემდეგ იგი არც აცნობიერებს და არც ფიქრობს იმაზე, თუ რატომ უნდა წეს სხვას პატივი და არ ფიქრობს სხვაზე. პირველ რიგში თავისთავი არ ადარდებს და არც სხვები არ ადარდებს აქედან გამომდინარე. აქედან იწყება ყოველივე უპასუხისმგებლობის სათავე, ეს არის ჩემი აზრით. პასუხისმგებლობა ალბათ გაჩნდა იმ დროს, როცა გაჩნდა ადამიანიც. პასუხისმგებლობა იყო სწორედ ის, რომ ადამიანს უნდა ეპატრონა ამ სამყაროსთვის. მე არ მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლო ადამიანები არსებობენ. უბრალოდ მათში არის პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ არის მიძინებული. ალბათ. და რაც შეეხება ახლა საუბრობდნენ მოუწესრიგებლობაზე, ყველა ადამიანს გააჩნია პასუხისმგებლობა გარკვეული საკითხებისადმი. რაც შეეხება იმას, რომ ეს შინაგანი კულტურის გამოვლინება ალბათ და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობასაც მოიცავს. მიანიშნებ იმაზე, რომ მეტი პასუხისმგებლობების აღებით უფრო თავისუფალი გახდება და უფრო უკეთ იგრძნობს საკუთარ თავს და დავეხმარებით იმაში, რომ თუკი აი ეს მოვალეობა და პასუხისმგებლობა მას დაეხმარება, უფრო მყარად იდგეს ფეხზე და ჩვენ ვიქნებით მათი დამხმარები ამ საკითხში და არა მითითებით, რომ შენ ეს უნდა გააკეთო. მაშინ მოზარდი უკეთ იგრძნობს თავს. არის რომ მე მინდა ეხლა რომ დავისვენო, მე მინდა ვითამაშო, მე მინდა კომპიუტერი, მე მინდა გართობა, მე მინდა დროს ტარება, მაგრამ უნდა და აუცილებელია რომ მე სწავლას განამივიყო, განათლებას მივიყო, აუცილებელია რომ იქ დილას თავის დროზე მივიდე, აუცილებელია რომ სიტყვას ვიტყვი და ეს უნდა შევასრულო. აი ამაზე თუ გიფიქრიათ. რა თქმა უნდა, ეს ორი მე მინდა და მე უნდა გავაკეთო, ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული და აუცილებელია ყველა მოზარდმა თავის თავში როგორ ვქვა აღმოაჩინოს ეს თვისება და მიყვეს ამას, იმიტომ რომ რაც შენ გინდა ეს შენი ერთი სრულია, მაგრამ მე უნდა გავაკეთე, უფრო პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგიერთი ხვდება რომ იცი რა მე ეს უნდა გავაკეთო, მაგრამ მოდი არა მე მინდა რომ ცოტა სხვანაირად მოვიქცე და მე როგორც მინდა ისე გავაკეთებ, მაგრამ არავინ არ ფიქრობს შემდეგ რა მოხდება მე მინდასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა მოყვება, ზოგმა შეიძლება არც ან მე მინდასთან დაკავშირებით არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება მიიღოს და თავის თავს შეუქმნეს ესეთი პრობლემა, რომელიც მე აღარ გამოსწორდება და ვეღარ გამოასწორებს. და მე უნდა გავაკეთო ერთის მხრივ, როგორ ვთქვა, აი ცოტა სხვა რაღაცა მოვალეობა არის, მე უნდა გავაკეთო, მე უნდა ვისწავლო, უნდა ჩემ მეგობარს რაღაც რომ დაუპირდე, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო და ყოველთვის მეგობარს მხარში უნდა ავდგე, მაგრამ აი ამ ხრივ მეგობრობა, აი დღევანდელ საზოგადოებას ბავშვებს თუ ავიღებ, ვერ გამოდგება, იმიტომ რომ მეგობარი შენ ყავს ცოტა სხვა, აი საჭორაოდ რაღაც დღესდღეობით ამასთან ასოცირდება და არავინ არ ფიქრობს იმას, რომ შენ უნდა ამოვდგე მეგობარს მხარში და როცა ეს რამე ცუდს გააკეთებს, შენ აუცილებლად უნდა მიუთითო, რომ აი იცი რა შენში ეს ცუდი დავინახე და ეს ცუდი მხარე მოდი ერთად გამოვასწოროთ და გადავლახოთ და არავინ არ ფიქრობს ამაზე, რომ მეგობრობა ცოტა ბევრს ნიშნავს და სხვა რაღაცა. ყველა ფიქრობს იმას, რომ შენთან ერთად გაერთოს, დრო ატაროს და თუ ამას ვერ შეასრულებ, შენ არ ხარ მისთვის კარგი მეგობარი და ესეც არის ერთადერთი მე მინდა და მე უნდა გავაკეთო რაღაცას სხვა. ცხოვრებაში არის გზა, რომელზეც მუდამ უნდა იარო, თუ გაჩერდები, გადაგთელავს ეს ცხოვრება. აქედან გამომდინარე, მე მინდა გულისხმობს ამ ცხოვრებაზე ნაბიჯის მარჯვნივ გადადგმას და დასვენებას, ხოლო მე უნდა გულისხმობს ნაბიჯის წინ გადადგმას და ამ გზის ბოლომდე გავლას და ამ გზაზე წინსვლას. ყველაფერი რაც არის გადასალახი არის რთული. ანუ ცხოვრების ყოველ ეტაპზე ადამიანს უწევს რაღაცის გვერდზე გადადება და რაღაცისთვის უარის თქმა. ანუ მე მინდა უმეტეს შემთხვევაში ჩვენ გონია რომ ეს არის ჩვენთვის ამ მომენტისათვის კარგი, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის იმ მიზნისათვის, რაც ჩვენ დასახული გვაქვს და რაც არის ჩვენთვის ალბათ მოვალეობა.
მე ვფიქრობ, რომ მე მინდა და მე უნდა გავაკეთო, ამაში არის ძალიან დიდი სხვაობა და ვფიქრობ, რომ მე უნდა გავაკეთო, ეს არის მოვალეობა და ადამიანი თუ გრძნობს პასუხისმგებლობას, აუცილებლად პირველ რიგში ის დააყენებს წინ იმას, რომ მე ეს უნდა გავაკეთო. როგორც აღნიშნეს პირველ რიგში მოზარდის მოვალეობა სწავლა, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ვართ საქართველოს მომავალი და ჩვენზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ ასაკიდანვე ვიფიქროთ, თუ რა გვსურს, რომ ამ ცხოვრებაში გავაკეთოთ. იყო ესეთი მწერალი სომერსეტ მოემი, რომელმაც დაახლოებით 60 წლის ასაკში დაწერა შეჯამება, რომელშიც ისვამს კითხვას, რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი და აქვე პასუხობს, რომ უნდა განვსაზღვროთ ნებისმიერ სიტუაციაში სწორი გზა. და ამიტომაც ჩვენ ვფიქრობ, ყოველ ჩვენთაგანი უნდა ისწრაფოდეს სრულყოფილებისაკენ და ეს არის მთავარი. და რაც შეეხება მე მინდასა და მე უნდა შორის განსხვავებას, დავამატებდი, რომ როდესაც ჩვენ გვეკისრება მოვალეობა, აქ მე მინდა ცნება უკვე ქრება, რადგან ჩვენ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად უნდა შევასრულოთ. პრობლემა ერთ-ერთი მთავარი, რომელიც დღეს ახალგაზრდობას ახასიათებს, არის ბოდიშის მოხდაზე დიდი პრობლემის შექმნა, იმიტომ რომ ბევრს უჭირს, მათ შორის მეც და ჩემ თანატოლებსაც დაშავებულზე აგო პასუხი. და ხშირად იცილებენ პასუხისმგებლობას თავიდან. მე მაგალითი მქონდა ზუსტად ეხლა ხან, როცა ჩვენი კლასის ნაწილი დაიგეგმა და წავიდა შატალოზე და მე ვერ გადავწყვიტეთ, რომ მასწავლებლისთვის როგორიღაც რამე გზით მოგვენახა გამოსავალი და მოგვეხადა ბოდიში. საბოლოოდ კი რაღაც როდესაც უკვე მასწავლებელი მივიდა რაღაც ზღვრამდე, როცა ძალიან გავაბრაზეთ, მე გადავწყვიტეთ, რომ რაღაც თუნდა გამოგვესყიდა და ეხლა დაკისრებული გვაქვს რაღაცა გასაკეთებელი გვაქვს, დავწეროთ საკმაოდ ბევრი. და მაინც მიხარია, რომ ბოდიში როგორღაც მოვიხადეთ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ადამიანის მოვალეობა ყოველთვის ადამიანის სურვილზე მაღლა უნდა იდგეს, მაგრამ ჩემი აზრით არის ისეთი შემთხვევებით, როდესაც თუ ადამიანის სურვილი ემთხვევა ამ პასუხისმგებლობის გრძნობას და მას სიამოვნებას ანიჭებს ამა თუ იმ მოვალეობის შესრულება, ამ მოვალეობის შესრულების ხარისხით თავისთავად იზრდება. ანუ თუ ჩვენ ვიძახით, რომ დამოვირჩიოთ თქვათ გართობასა და სწავლას შორის, ადამიანს თავისუფლად შეუძლია და ჩემი აზრით ყველა ჩვენგანს აქვს იმის საშუალება, რომ ერთი რაღაცა დრო დაუთმოს გართობა და რაღაცა გარკვეული დრო დაუთმოს თავის მოვალეობის შესრულებას. ანუ ამით ადამიანის სიამოვნებასაც იღებს და სრულყოფილი ხდება. ის თავის თავს აუმჯობესებს ამით. მისი პასუხისმგებლობა, მას აქვს პასუხისმგებლობაც და გართობის უნარიც. ამიტომ ის ხდება ნამდვილი, ყველაზე საუკეთესო საზოგადოების წევრი და სწორედ ეს არის ჩემი აზრით მთავარი ის რომ გავათვითცნობიეროთ, რომ თუ მოვალეობის შესრულება სიამოვნებას გვანიჭებს, ჩვენ ვხვდებით ამით ვუახლოვდებით ჩვენ საკუთარი თავის სრულყოფილებას. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მქონია მომენტი, როცა მინდოდა რაც გაკეთება, მაგრამ გამიკეთებია ის, რაც ჭირდება საზოგადოებას, ჭირდება მე მომავალთხოვებაში და ჭირდება ჩემ ოჯახს. და ის რა არის, ამას მაინც ვერ უწოდოთ პასუხისმგებლობის დნობას. აქ შეიძლება უწოდოთ სიყვარული, პატივისცემა, ზრდილობა. არ არის აუცილებელი ადამიანს ქონდეს პასუხისმგებლობის დნობა. უბრალოდ რაღაცა სხვა გზნობებით ხო არსებობს ამ ქვეყანაში მთავარი. როცა შენ გიყვარს შენი სამშობლო, შენ გიყვარს შენი მშობლები, როცა გიყვარს შენი მასწავლებლები, ხო? უბრალოდ ამ სიყვარულის გამო მაინც უნდა გააკეთო. შეიძლება შიშის გამოც უნდა გააკეთო თუნდაც. და თუნდაც იმის გამო, რომ პატივისცემის გამოც უნდა გააკეთო. ამიტომ ის რა არის, ვერ ვიტყვით ადამიანი ხშირად ამბობს, რომ იცი რა, მე უპასუხისმგებლობა და ეს არ არის ჩემი ბრალი, ეს ბუნება ასეთი დავიბადე მე, მაგრამ შენ ხო არ შეიძლება ადამიანი დაიბადოს ყველა გზნობას მოკლებული. ამ დროს შეიძლება სხვა გზნობა გამოჩნდეს და იმ სხვა გზნობით გააკეთო ეს. საერთოდ იცით რა არის, ბავშვები ხშირად უბრალოდ აბრალებენ ამას, რომ აიცნო მშობელმა ვერ ამღზარდა. და ამაზეც არ არის მარტო, არის ნათქვამი, მარტო აღზარას არგებს, თუ ბუნებამაც ვერ უშველავ, ეგეც არის და ჩემს ორივე თანხვედრა უნდა იყოს, თუ გვინდა რომ ადამიანი იყოს სრულყოფილი საზოგადოების წევრი და მარტო ვერ ჩაბოს დავაბრალებთ და ვერც ბავშვს ამ ყველაფერს. მე პრადად მქონია ესეთი მაგალითი, რომ თუნდაც დავალებია ჩემთვის რაღაც და საათზე ადრე გამიღვიძა კი მთელი ღამე არ მძინებია. რომ ვნერვიულობ და პასუხისმგებლობასაც რომ ის ადამიანი მე მენდო და მე მის იმედები უნდა გავამართლო. თუნდაც მე ხვალ მივდივარ სადღაც და იმდენად მიხარია რომ მთელი ღამე ვერ ვიძინებ, რომ აი მალე გათენდეს, მალე წავიდე და მე მინდა ერთი რამ თქვა სხვა თემასთან დაკავშირებით, ბოდიშის მოხდა ახსენეს. არის ადამიანი, რომელიც ბოდიში ხდის ჰაერზე, უბრალოდ ბოდიში და
მისთვის ყველაფერი დამთავრდა, ბოდიში ხომ მოვიხადე და ბოდიში ჩემი აზრით უნდა იყოს, რომ ის გულწრფელად უნდა ინანიებდეს თავის დანაშაულს და არა ისე წამოიდახოს ბოდიში. პასუხისმგებლობაზე საუბარო, ყოველას გქონდა რაღაც აი რთული, თუ ძალიან გასაკეთებელი, არ არის ერთ ესეთ. ყველაზე აქ სასწავლი გაკვეთილები და გინე ითამაშო. გაკვეთილებს რო ისწავლე, ხო მაგის შემდეგ უფრო ქსიომებს ეგ თამაში და გართობა. ვიდრე მანამდე თორე რო არის რაღაც საქმეს ვარ გააკეთებ, რაც გასაკეთებელი, გაწუხებს თქოს რაღაც სულად გაქვს გულზე და ისე კარგად ვერ ხალისობ და ვერ ერთობი. ამიტომ ჯობია საკუთარი მოვალეობა უფლებებს არ საუბრობთ მარტო, მოვალეებს უნდა მივხედოთ და შემდეგ გავერთოთ და გავაკეთოთ ყველაფერი რაც გვიხარია. რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, რომ ჩვენს ირგვლივ იყვნენ უპასუხისმგებლო და თავის მოვალეობებს არ ასრულებდნენ. ჩვენს ირგვლივ არის ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო ადამიანი, გინდათ შეიძლება იყოს ეს მეგობარი და მე პირადად ძალიან არ მიყვარს უპასუხისმგებლო ადამიანები, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემს ირგვლივ ვინც არის ვუთხრა ეს გაუმახვილო ამაზე ყურადღება, რომ ეს რაღაც ნაკლი არის მისი შეიძლება პატარა თუ დიდი, მაგრამ თუ არ აქვს ადამიანს სურვილი, რომ ეს გამოასწოროს, ალბათ ეს შეუძლებელი არის. ზოგჯერ ჩვენი სურვილები არ შეესაბამება შესაძლებლობებს და ხშირ შემთხვევაში უარის თქმა გვიწევს ჩვენ სურვილებზე. მე ძალიან ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ მაგალითად მქონია გაკვეთილი და მაგის გამო არ წავსვარ მაგალითად მეგობართან დაბადების დღეზე და გასართობა დაუშვათ. და მყავს მეგობარი, რომელსაც ესე იგი პასუხისმგებლობა ესე იგი არ აწუხებს და ძალიან მიჭირს მასთან ურთიერთობა. ესეთი მაგალითიც მაქვს. რომ ვეუბნები დაუშვათ, რომ შენ გაკვეთილზენა შემოხვიდე, შენ მოვალეობა ის მონება, რომ მე მინდა და არ შემოვალ. ჩემი სურვილი ესეთია, მაგრამ მე მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვცდილობ, მაინც ვერ გავაგებინე და ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. წეგან იყო ასეთი თემა, ანუ მოუწესრიგებლობა და უპასუხისმგებლობა შორის კავშირი. და მე მართლა მიმაჩნია, რომ ყოველგვარი უპასუხისმგებლობა მოდის მოუწესრიგებლობიდან. ნუ პირადად ვარ ძალიან მოუწესრიგებელი და არაორგანიზებული ადამიანი, მაგრამ იმდენად მეზიზღება უპასუხისმგებლობა და იმდენად დიდი აგრესია მაქვს უპასუხისმგებლობის მიმართ, რომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ეს ჩემი მოუწესრიგებლობა როგორმე არ გადავიდეს ამ უპასუხისმგებლობაში. და რაც შეეხება იმას, რომ თავისუფლებას რამდენად ზღუდავს პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით მართლა ზღუდავს, მაგრამ ნამდვილად ხშირ უდვა ყველანაირად. აი თუნდაც რომ განვიხილოთ, მე მაგალითად თემა მაქვს დასაწერი რაღაცა, აუცილებლად უნდა მოვუტანო მასწავლებელს, მაგრამ ძალიან მინდა ეზოში გართობა და მეძახიან მეგობრები რომ ჩავიდე. ნუ რა თქმა უნდა მეზუდება ეს თავისუფლება, მაგრამ ამავდროულად მე ვგრძნობ შინაგან კმაყოფილებას რომ გაუძელი ამ ცდუნებას და გავაკეთე ეს საქმე. და კიდევ ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა, მით უმეტეს ჩემთვის. აი ხლაც ბოდიში მაქვს მოსახდელი და ვერ ვუხდი იმ ადამიანს ვერაფრით და მინდა გადაცემის საშუალებით ვუთხრა, რომ ძალიან გამიზდი ამ ყველაფერს უბრალოდ ვერაფრით ვერ დავაპარაკე და კეთი ბოდიშს ხდი. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, ჩვენთან ამდენი ხანია ვისმენ და უნდა რა თქმა უნდა დავასკვნით რომ არის შენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა და ვალდებულება და მინდა არის შენი სურვილი, მაგრამ ვისმენ ამდენი ხანია და ესენი ადამიანები, ეხლა მოსწავლეები ერთმანეთს გონიათ რომ ეს უნდა და მინდა მოდის ერთმანეთთან ყოველთვის ემიჯნება ერთმანეთს და მოდის ურთიერთ წინააღმდეგობაში და აქედან გამომდინარე შეიძლება გინდოდეს სწავლა ანუ ამბობს ახლა გიორგი სოფრომაძემ თქვა რომ უნდა ყოველთვის არის პროგრესი და წინ ნაბიჯი და მინდა არის ის თუნება რომელიც ამ რა ქვია პროგრესის და ნაბიჯისკენ გზუდავს ხო და მე მინდა შეიძლება გინდოდეს ადამიანს სწავლა მაგრამ ეს ამავე დროს შენი მოვალეობა იყოს ანუ მინდა თქვა რომ ესენი ერთმანეთს არ ემიჯნება და შემდეგ იყო ჯაჭვზე ისაუბრა გოგონამ ანუ ას მოვალეობების ჯაჭვი ყოველთვის იქნება მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი რომელიც დაარღვევს და ალბათ ეს და გაწყვეტს ამ ჯაზს და ალბათ ამ გადაცემის მიზანი სწორედ ისაა რომ დააფიქროს ისეთი ადამიანები რომელიც არის მაგალითად იმ გოგონას მეგობარი ამაზე და რომელსაც იმ გოგონას გონია რომ თავისი სურვილები უფრო წინ უნდა დააყენოს ვიდრე მოვალეობები და ჩემი აზრით ამ გადაცემის მიზანი სწორედ ისაა რომ დააფიქროს ყველა ადამიანი და მიხვდეს სწორედ რომ ჯერ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები პირველ რიგში უნდა გაიხადოს თავისი მოვალეობები თავის სურვილად და შემდეგ უნდა მიქცეს თავისი გართობას და შემდეგ სხვა რაღაცებზე უნდა იფიქროს ხშირად მოზარდებისაგან მსმენია რომ პასუხისმგებლობა ზღუდავს უფლებებს. არის ასე? ესე იგი, რაც შეეხება პასუხისმგებლობის გზნობას, ეს გზნობა ყველა ადამიანს გააჩნია, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს, უბრალოდ ზოგიერთს აქვს ნაკლები დონი ზომით, ზოგიერთს, ასე ვთქვათ, მოზღვევებული ზომით. უბრალოდ ეს გზნობა ყველამ უნდა, ასე ვთქვათ, გავაღვიძოთ ჩვენივე ბავშვობის ასაკიდანვე. თუ არ მოხდა ჩვენი ასაკიდანვე ამის გამძაფრება და იმის შეგნება, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, ოდესაც გავიზრდებით უკვე ძნელია, რომ პასუხისმგებლები გავხდეთ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც არის საქართველოში, ეს არის ის, რომ ქართველებმა არ ვიცი დროის დაფასება. ერთ-ერთი მაგალითს მოვიყვა, მაგალითად, ოდესაც იტყვიან, რომ აი შეკრება არის პირველ საათზე, ხო?
აი ასე ვთქვათ, ვარიანტი არა რომ არ გადაიდოს და 3 საათზე დაიწყება კრება, ან 2 საათზე. აი ეს არ ვიცი ჩვენ ქართულმა დროის დაფასება და ეს დროის დაკარგვა ძალიან ზურგად გვიჭდება მე ყველას აბსოლუტურად. რაც შეეხება მინდას და უნდას, ეხლა ბექამ ახსენა, რომ მინდა და უნდა შეიძლება ემთხოვდეს ერთმანეთს, მაგრამ როდესაც მე ვთქვი, რომ მე მინდა გულისხმობს შეფერხებას წინსვლაში, აქ ის ვიგულისხმე, რომ მინდა და უნდა ერთმანეთს არ ემთხვევა. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გზნობას და რაზეც ვისაუბრეთ, რომ რამდენად ადრე გაგვიღვიძია, ასე რომ ვთქვათ, მაღვიძარასთან შედარებით, როდესაც ჩვენ რამე საპასუხისმგებლო საკითხი და საქმე გქონია იმ დღეს, მე მახსენდება ესეთი ფაქტი, რომ 1 სექტემბერს, როდესაც სკოლაში მივდიოდი, დიდი ხნის წინ მოხდა ეს, მაგრამ საერთოდ მაგვიძარას დაყენებას დამავიწყდა. მაგრამ 7 საათი იყო რომ გავიხვიცე. ასე რომ პასუხისმგებლობის გზნობა ყოველთვის საჭიროა, რათა საქმე გამოვიდეს ყოველთვის კარგი და პროდუქტიული, ასე რომ. პირველი რაც უნდა და მინდას წინააღმდეგობას შეეხება, ეს ალბათ არის გარკვეულად წინააღმდეგობა პიროვნების ამ შემთხვევაში მოზარდის მოთხოვნილებებსა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს შორის. თუმცა განვითარების დინამიკაში, აი იმ პროცესში, როდესაც ადამიანი განიცდის, ანუ სოციალიზაციის პროცესის განმავლობაში, თანდათან შემოდის ბევრი, ანუ ეს უნდა ხდება უფრო და უფრო მრავალი, უფრო და უფრო მრავალმხრივი და ამ პროცესის განმავლობაში ყველა ეს უნდა, ანუ სოციუმისგან დაწესებული წესები ხდება ამ წესების გაშინაგნება. ანუ მთლიანობაში განვითარების თვალსაზრისით უნდას დინამიკა ისეთია, რომ ეს უნდა უკვე თანდათან მინდად გადაიქცევა. ანუ ეს არის ჩვეულებრივად სოციალიზაციის პროცესის შედეგი, რაც ზრდასრულ ადამიანებს უკვე თავისთავად გამჯდარი აქვს. თუმცა განვითარების, თქო, მოზარდობის ეტაპზე ეს ქმნის წინააღმდეგობას და ამაშიც არის ალბათ გარკვეულწილად გარდამავალი ასაკის კრიზისი. ანუ ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომ აი ეს პირველად ეჯახება განსაკუთრებული სიმწვავით აი ამ წინააღმდეგობას. ადამიანს საერთოდ მთელი თავის ცხოვრების მანძილზე უწევს საკუთარ სურვილებთან ბრძოლა. თუ კი პიროვნება გადაერთვება საკუთარი მისწრაფებების აღსრულებაზე, ის დაიმსგავსება ეგოცენტრულ არსებას, რომლის მთავარი პრიორიტეტი ალბათ მეა და მეზე დაფუძნებული სურვილები. ადამიანმა დაბადებითგანვე უნდა განსაზღვროს რა არის საერთოდ საკუთარი მოვალეობა და კარგად და მკაფიოდ უნდა გავლოს ხაზი საკუთარ სურვილებსა და მოვალეობებს შორის. და მან კარგად უნდა გააცნობიეროს ის მოვალეობა, რომელიც მას ეკისრება. ჩემი აზრით ეს არის ის მთავარი და უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ადამიანებზე საუბრისას უნდა გამოვკვეთოთ. და მე პირადად მახსენდება შარშან Microsoft-მა ჩაატარა საქართველოში პროექტი. და მაშინ როდესაც ვიყავი ძალიან დაღლილი, მასწავლებელმა მკითხა უბრალოდ რომ ტარდება ესეთი პროექტი და თუ გინდა მონაწილეობა მიიღეო და გავთვითცნობიერებლად უბრალოდ წამოვიძახე რომ რა პრობლემაა თქო. შემდეგ ამის შემდგომ მომიწია სკოლის დამთავრების სკოლა როცა დამთავრდა, ერთი თვის განმავლობაში სიარულის სკოლაში და გაკეთება პროექტის, რომელშიც მომწეს უბრალოდ არც ისე მნიშვნელოვანი პროექტი, არც ისე მნიშვნელოვანი დიპლომი და რადგან უბრალოდ მე ეს მინდა აღვნიშნო, რომ რადგან მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ ამას გავაკეთებდი, მე ვალდებული ვიყავი, რომ თუნდაც ის ერთი თვე არ წავსულიყავი დასასვენებლად და მე სკოლაში გამეკეთებინა ის პროექტი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, ლაპარაკი იყო, როცა ნაყენებს საათს დილით და დაგიწია ყოფილად მას შემთხვევა, ვიცით, სიმართლე გითხრათ, ხშირია ასეთი შემთხვევები დილით, იმიტომ რომ როცა შენ ღამე იძინებ იმის ფიქრში, რომ დილით გელი საპასუხისმგებლო საქმე, შეუძლებელია ადამიანი ამას გრძნობდე და უბრალოდ ელოდო მაღვიძარას, წინათ მე არც ვაყენებ მაღვიძარას, იმიტომ რომ შინაგანად იმდენად მაქვს გათვითნობიერებული, რომ ყოველთვის ადადგები და იცით, მახსენდება ახლა თუნდაც როცა რაღაცა პრობლემა მექნება და რაღაცაზე ნერვიულობ, ხშირად ანუ ბოდვები ღამე. ან რაღაცა იმდენად განვიშთი ხოლმე ამ საქმეს, და ჩემი ყოველდღიურ მეუბნება, რომ სად გიჩქარებოდა ასე მთელი ღამე, რომ აი არ დამაგვიანდეს იცახოდიო. ოდ მართლა ხდება. თუნდაც როცა რაღაც სერიოზულ რაღაცაზე ნერვიულობ, მთელი ღამე ძილშიც კი ვიძახი ხოლმე, რომ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. და ასევე კიდე მინდა ერთი რაღაცა თქვა. ყველას თითქოს წამოვიდა აგრესია, რომ მე მინდა არ უნდა გავაკეთოთ, არასოდეს უნდა გავაკეთოთ, რაც სხვას უნდა.
მინდა ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ყოველთვის ის რაც მოითხოვ ჩვენგან საზოგადოება არ არის კარგი. და თუნდაც ჩვენი მე მინდა არის რაღაც სიტუაციაში უფრო მართალი ვიდრე საზოგადოების და მასწავლებლის მოთხოვნა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. და საერთოდ ყოველთვის იყო საზოგადოებაში რომ როცა ადამიანი პროგრესული იდეები ქონდა, მას ყოველთვის რიყავდნენ საზოგადოებისგან. იცით რა, მე მგონი ეს არ უნდა დაუშვა და ყოველთვის არ უნდა დავემორჩილოთ სხვის მოთხოვნებს და სხვის სურვილებს. ასევე იყო დიასტორის მარჯვენაში, როცა თქვას რომ აიყო ნათქვამი რომ როცა დიდი კაცი გამოგვერევაო, ყოველ სიტყვას თავს დავესხათ და გავრიყოთო. ზუსტად ასეა ეხაც. არ არის აუცილებელი უბრალოდ გავაკეთოთ ის რაც უნდა ჩვენ მშობელს, მასწავლებელს, ნებისმიერს უბრალოდ უნდა გავსაუბროთ რას ვთხოვენ ისინი. თუ ეს კარგია, მხოლოდ მაშინ გავაკეთოთ და არა ბრმად დავემორჩილოთ სხვის ინსტინქტებს. გიორგი სოფრომაძის განცხადებას მინდა გამოეხმაურო, როდესაც მას შემისწორა, რომ მე უბრალოდ ის თქვიო, რომ მინდა არის, რა ქვია, ყოველთვის ასოცირდება გართობასთან და უნდა მოვალეობასთან და ეს გართობა ყოველთვის უშლის ხელს და აფერხებს ამ იმას, რა ქვია, წინსვლის და პროგრესირებისკენ აზროვნებას, ხო? და ეხლა მე ისე თქმა მინდა, რომ რატომ გონიათ მე ის უბრალოდ ის მიგვიც, რომ აქ მოსწავლეებს გონიათ რომ ყოველთვის ემიჯნება სურვილი, ანუ უნდა და მინდა ერთმანეთს ემიჯნება. მაგალითად, შენ გინდა რომ იყო შენი საქმის პროფესიონალი, გამოხვიდე, კარგი რაღაც პროფესია აირჩიე, ხო? ეს შენი მოვალეობაც არის და შენი სურვილიც არის, რადგან შენ ამით ამართლებ შენი ოჯახის იმედეს, პირველ რიგში მოვალეობა და სურვილიც, ანუ ერთმანეთს ეს არ ემიჯნება და თუ ჩვენ მოვალეობებს დავამთხვეთ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ სურვილებს, ხო? და პირველ რიგში მოვალეობას გავიხდით ჩვენ სურვილად, უბრალოდ ეს იქნება არა მარტო ეს ჯაჭვის გაწყვეტის სიხშირეც წრეწლება იმდენ ხშირი აღარ იქნება და ასევე ეს იქნება მთლიანად მასისთვის და საზოგადოებისთვის უფრო პროგრესიული და წინ გადადგმული ნაბიჯი და არა მარტო ჩვენგანისთვის და თითოეულ ადამიანისთვის. ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, ჩემი აზრით ბოდიშის მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი პრობლემაა ჩვენს მოზარდებშიც, რადგან ყველა არიდებს თავს ბოდიშის მოხდას და სხვას ხშირი შემთხვევაა ის, რომ სხვასაც აბრალის თავის დანაშაულს, რომ თვითონ აიცილოს თავიდან ბოდიშის მოხდა და ჩემი აზრით თუ ერთხელ მაინც მოუხადა ბოდიში სხვა ადამიანს და თუ ის ფიქრობს რომ ნამდვილად დამნაშავეა და არც ხვენია ამისი, არც მალავს, მან უკვე დასძლია ეს პრობლემა ფაქტიურად და რაც შეეხებოდა მაღვიძარას, როდესაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია მე თვით პირადად, არასდროს არ ვაყენებ მაღვიძარას, რადგან ზუსტად თავის დროზე ვიხვიცებ ხოლმე. ანუ აქ ბოდიშის მოხდაზე იყო საუბარი. ანუ აქ ეხლა მოვალეობის მიხნით, როდესაც იხდი ბოდიშს, ხო, ეს არ არის გულით, არ არის ღვთის წინაშე მოხდილი ბოდიში, როდესაც შენ თვითონ იზიარებ, შენ თვითონ, ანუ ბოდიში უნდა იყოს შენი სურვილით მოხდილი. ანუ ამ შემთხვევაში პირიქით მოვალეობა აფერხებს სურვილს. ანუ ესენი ურთიერთწინააღმდეგობაში ყოველთვის არ მოდის. სურვილი აქვს, სურვილი შენი გულით რო იხდი ბოდიში და შენ რო იზიარებ, არა იმიტომ რომ შენ თავი გადაარჩინო შენი ბოდიში და სულ არ გაინტერესებს იმას რა მოუვიდა შენ გამო, ხო? ეს უბრალოდ ეხა შენი სურვილით იხდი ამ ბოდიშს. ეს არის უფრო პროგრესირებული და წინ გადადგმული ნაბიჯი ამ შემთხვევაში ღვთის წინაშე. ამ გადაცემაში რომელადი მინდოდა მოლაპარაკა მოვალეობებზე, მაგრამ ჩემი ერთი მოვალეობა არ მქონდა კარგად გაცნობიერებული და ეს ახლა ამ ლაპარაკის შემდეგ, ხო, რაღაც სინძის ქენდაც ვიგზავნე და უბრალოდ ძალიან ბოდიშზე იყო ლაპარაკი და ამის შემდეგ მინდა უბრალოდ რა ვთქვა, იცით? იყო რაღაც შემთხვევა სკოლაში, რისთვისაც როგორ ვთქვა, დამრიგებელს ვაწყენინე ძალიან და ჩემი თავი მიმაჩნდა ამ დრომდე მართალი, მაგრამ სიმართლე მარტო ის არ არის ანუ იქ რა მოხდა უბრალოდ საერთოდ მასწავლებას ვაწყენინე და ვატკინე გული და ეს ჩემი დამრიგებელი არის ადამიანი რომელიც მართლა დედასავით მიყვარს და ძალიან მეხმარება ყველაფერში და ძალიან მინდა უბრალოდ მოუხადო ძალიან დიდი ბოდიში იმის გამო რომ აი მართლა ძალიან დიდი ტკივილი მოვაყენე ვიცი და ძალიან გამიცდი იმას რომ დამრიგებელმა მითხრა რომ არ მეგონა ისეთი როგორიც იყავი და მართლა უღმეს ბოდიში ვხდი ამ ადამიანს და მინდა უთხრა რომ მართლა ძალიან განვიცდი ახსენა გამოსავალი აქ ერთმანეთთან და როდესაც შენი ცხოვრების გზაზე მიდიხარ და არ ემიჯნება მინდა და უნდა ერთმანეთს, ეს თავისთავად გულისხმობს წინსვლას. როცა ემიჯნება, უნდა ვარჩიოთ მე უნდა. და გამოსავალი პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გულისხმობ. გამოსავალი იწყება ამ გზის დასაწყისში, გამოსავლის პოვნა. როდესაც ბავშვი იზრდება მუცლიდან და ვითარდება იქენა, ხო? აქენა გამომდინარე მოვალეობების თავისუფლებების და პასუხისმგებლობის განსაზღვრა მშობელმა უნდა ჩაუნერგოს მას ბავშვობიდან. რამდენადაც აღიზრდება და რა კუთხითაც აღიზრდება ბავშვი, იქენა გამომდინარე მისი მთელი ცხოვრება უკვე განსასრულია ამ პროცესიდან.
ჩვენ დღეს შევეხეთ ძალიან ბევრ პრობლემაზე ვილაპარაკეთ და გამოსავალი პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ, ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ის მინუსი, რაც გვაქვს და არა სხვებში, მაგრამ ყველაზე მთავარ პრიორიტეტად მიმაჩნია ის, რომ ალბათ ყველაფერი ეს, რომისათვის ჩვენ ეს დავინახოთ და ან ჩვენ ესეთი რა გავხდით, უნდა წამოვიდეს ოჯახიდან. ოჯახური აღზრდა ყველაზე მთავარი ეს არის. აი ჩემზე პატარა თაობა ეხლა რომ მოდის, ხო ძალიან ბევრი დამინახავს, რომ აი ოჯახური აღზრდა აკლია, ის სითბო, ის გაგება, ის სიყვარული, რაც არის ყველაფერი და ეს უნდა იყოს მთავარი. თუ ოჯახიდან არ მოდის ადამიანს და არ მოაქვს ეს ყველაფერი, ალბათ ისე ძალიან ძნელია რომ ისწავლოს. მე კიდევ ერთ გამოსავალს, ყველაზე მთავარ გამოსავალს ვთვლი, რომ აუცილებელია თქვენ უფროსებისგან უნდა მიიღოთ მაგალითები. ხშირია, როდესაც შემთხვევა, როდესაც უფროსი იგინება, როდესაც უფროსი ეწევა სიგარეტს და მოზარდს მიუთითებს, რომ მან ეს არ უნდა გააკეთოს. ხშირია, როდესაც ის ღამის 3 საათამდე, 4 საათამდე უყურებს ტელევიზორს და მიშვილს ეუბნება, რომ შენ უნდა დაწვეს და ასე შემდეგ. ხშირია, რომ ის ზალადობს და სხვას მიუთითებს არა ზალადობისკენ. აი ეს ასე მე მგონი საქმე არ გამოვა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე პირველ რიგში და ჩვენი მაგალითი, თუნდაც სიტყვას რო იტყვის უფროსი და შეასრულებს, ხო? დაინახავს ამას უფროსი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და იტყვის რომ სასწია და როდესაც უყურებს რომ ის მან არც ერთი სიტყვა არ შეასრულა, ის ერთ სიტყვის და მეორეს აკეთებს, ხო? არის ცუდი მაგალითი და გამოსავალს მე თუ შემეკითხებით, ერთ-ერთი არის ჩვენზე და დიდი წილი უფროსებზე. შემდეგი ძალიან მარტივია დადგე რაღაც გარკვეულ სიმაღლეს და იქიდან მოუწოდა ყველას რომ ყველამ ჩაიხედოს საკუთარ თავში, გაათვითცნობიეროს რა არის თავარი ღირებულება და რას უნდა მიექციოს ყურადღება. თუმცა ეს მაინც აუცილებელია. აი ბატონმა რევას ბალანჩიო და აღნიშნეს შემთან საუბრისას, რომ ადამიანის რეფორმირებაში აუცილებელი ფაქტორები არის ოჯახი, გარემო, გენეტიკა და თავის თვითშეგნება. თუ კი ადამიანს არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული თავისი არსი, თავისი მოვალეობა, მაშინ იგი ვერაფერს ვერ მიაღწევს. ამიტომ ალბათ გამთავარი გამოსავალი არის ის, რომ ყველა ჩვენთაგანმა კარგად უნდა გავიაზროთ რა გვინდა ცხოვრებაში, რა არის მთავარი და სწორედ ამის შედეგად ვიმოქმედოთ. ყველაფერი იმის გარდა, რაც ჩვენ აქ ვახსენეთ იმისათვის, რომ მოვძებნოთ გამოსავალი და საერთოდ გამოვიდეთ რაიმე არასასიამოვნო სიტუაციიდან, ჩემი აზრით, ნათელი მაგალითის გარდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თანადგომა. იმიტომ რომ თუ ადამიანმა იცის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ მას უბრალოდ არ ყოფნის ამისათვის გამბედაობა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ვინმემ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნოს იმისათვის, რომ მან გაუწოდოს მას დახმარების ხელი და უბრალოდ რჩევა მისცეს. ზუსტად ამისათვის არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გარემო, რომელშიც ის იმყოფება. ანუ ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა რაღაცა ვთქვათ არასასიამოვნო ქმედება სხვის მიმართ ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იგრძნოს თანაგრძნობა, რომლითაც შემდეგ ის შეძლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას. და ეს უკვე თავის საკუთარ თავში და საკუთარ ძალაში დარწმუნებული იქნება ამის შემდეგ. ჩემი აზრით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანთან შეიძლება პირდაპირ არ მიხვიდე და არ უთხრა რომ მან რაღაც დააშავა, არამედ შენი ქმედებით დაანახო რომ იგი არასწორად მოიქცა. მაგალითად, როცა მშობელი ბავშვის თვალწინ ეწევა სიგარეტს და შემდეგ ბავშვისგან მოითხოვს რომ შენ არ მოწიო, უსაყვედრებს რატომ მოწია, ჩემს ამ მშობელს არ აქვს უფლება რომ ბავშვს უსაყვედროს, რადგან იგი აძლევს მას არასწორ მაგალითს. ყველაზე მეტი თავისუფლება, ყველაზე დიდი თავისუფლება არის თავის მოვალეობის პირნათლად შესრულება. ის ბავშვი, ვისაც მოვალეობის გრძნობა აქვს და მოვალეობას ასრულებს პირნათლად, ის შეიძლება არ თვლიდეს ზოგიერთ მოვალეობის შესრულებად თავისუფლებად, მაგრამ ყველა იმ სურვილს შეისრულებს, რაც გონია რომ თავისუფლებაა, თუ კი თავის მოვალეობას წინვალედ შეასრულებს. და კიდევ ერთი მინდა ურჩიოთ ჩვენს ბავშვებს, რომ მოვალეობა არის ის, როდესაც შენი ასაკის შესაფერის მოვალეობას კარგად შეასრულებ და ეს მოვალეობა არის უნდა ისწავლო, უნდა კარგად მოიქცე. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე რომ ბავშვებს მხოლოდ ვეუბნებით რომ კარგად მოიქეცი და რა არის ეს კარგად მოქცე. აი როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი რომ ჩვენ ჩავთვალოთ რომ ეს თავის მოვალეობას ასრულებს. ეს ცოტა ძნელი სათქმელია ასე რეცეპტად რო ჩამოვწეროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც შეგვიძლია რომ მათ ურჩიოთ
ასეთი რამ. ქვეყნის სიყვარული, მოვალეობა და ყოველთვის უნდა იფიქროს ბავშვმა, ისე არ იცელქოს, რომ ან ოჯახი, ან სკოლა და თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში თავის ქვეყანა შეარწმუნოს. აი მაშინ არის ის კარგი მოვალეობის შესრულება. მოვალეობის შესრულება ითვლება ისიც, რომ თავისი ქვეყნის, თავისი მშობლების, წინაპრების და მის სარწმუნოებას პატივისცემით ექცევა. მოვალეობის შესრულება ის, რომ სკოლაში მასწავლებელი რო დავალებას აძლევს, იმ დავალებას აუცილებლად ეცდება, რომ შეასრულოს და თუ ვერ შეასრულა, იმდენს იმუშავებს, რომ მასწავლებელმა ნახოს, რომ მან შეიძლება პასუხი ვერ მიიღო რომელიმე ამოცანის გაკეთებაში, მაგრამ მან იწვალა ამის გასაკეთებლად. მაშინ მასწავლებელი იტყვის, რომ ეს ბავშვი თავის მოვალეობას ასრულებს და განეწყობა, რომ მას მიეხმაროს, გზა უჩვენოს და უფრო ადვილი გახდეს მისი მოვალეობის შესრულება. ბავშვი თავის მოვალეობას შეასრულებს მაშინ, როდესაც არ იტყვის ისეთ სიტყვას, რომელიც იცის, რომ არც მის მშობლებს, არც მის მასწავლებლებს და თუ გნებავთ ზოგიერთ მოწესრიგებულ მეგობარსაც არ მოეწონება. ზოგჯერ ბავშვები ისეთ სიტყვას ამბობენ, არ მინდა მე ეს მაგალითები დავასახელო, იმიტომ რომ ძალიან უსახურნი არიან, რომ იმ მისი თქმა არ ივარგებს. ასეთი ნათქვამია, რომ რაც მოგადგება ენაზე არ უნდა თქვაო, ბავშვმა უნდა ისწავლოს და იცოდეს, რომ ყველა პირზე მომდგარი სიტყვის თქმა არ შეიძლება. ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ იმ სიტყვამ შეიძლება ავნოს თვითონ მას, ირგვლივ მყოფებს, უფროსებს და თუ გნებავთ ზოგჯერ ქვეყანასაც კი იცით ამ მასშტაბით რომ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ როგორი ახალგაზრდობა იზრდება ქვეყანაში, ეს ქვეყნის სარკე. მე ვერ დამარწმუნებს ვერავინ რომელიმე კარგია, რომელიმე ქვეყანა კარგია, თუ იქ ახალგაზრდობა არ იცის თავისი მოვალეობა და არ იზრდება როგორც მომავლის იმედი. იმიტომ რომ ჩვენ, ვინც ახლა ვართ სარბიელზე და რაღაც საქმეს ვაკეთებთ, ჩვენი ყველაზე დიდი მოვალეობა და ოჯახის ყველაზე დიდი მოვალეობაც შვილის სწორად აღზრდა. ისე რომ რაც არ უნდა დიდი ქონება შეუქმნას ოჯახმა, ის ყველაფერი არის დაკარგული თუ ღირსეული შვილი და ღირსეული მემკვიდრე არ იზრდება ამ ოჯახში. ახალგაზრდის თვისება არ მიიღოს დარიგება. აი მისი მოვალეობა უნდა ჩავთვალოთ, რომ მან აუცილებლად გაითვალისწინოს, თუ ყველაფერს ვერ შეასრულებს, გაითვალისწინოს, როგორც მოძღვარის რჩევა, ასე მშობლების რჩევა, ასე მასწავლებლების რჩევა, რადგან ეს ის სფეროებია, რომლებიც მათ აღზრდაზე ძალიან ზრუნავენ და ძალიან უნდათ, რომ ისინი იყვნენ კარგი. ახალგაზრდა თინეიჯერი ადამიანი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობის არიდებით იპოვის რაღაცა გამოსავალს და მე ვფიქრობ, რომ მინდა ყოველას მიმართო, რომ თუ პასუხისმგებლობას აიცილებ, ამით გამოსავალს ნამდვილად ვერ იპოვი. პირიქით, რამდენ პასუხისმგებლობას დაიკისებ, იმდენი შენ ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯია და უფრო მეც ისწავლი და უფრო განვითარდები ჩემი აზრით და აქ ვიღაცებმა აღნიშნეს, რომ იცი რა, მე უნდა უფრო წინ დავაყენო თვით რომ მე მინდა, მაგრამ თუ გინდა რომ სრულფასოვანი ადამიანი იყო, ორივე ერთად უნდა შევუთანხმო ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთს არ უნდა დაჯაბდონ შენ სულში და შენ გონებაში ორივე 50% 50% უნდა იყოს. ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაში ფსიქოლოგა ქალბატონმა ნანა ჩაჩუა მოიყვანა ასეთი მაგალითი და ძალიან მინდა რომ მოგიყვეთ გამახსენდა ახლა ჩვენ ყველა ვიცით წმინდა ექვთიმე თაღაიშვილი, ხო? მას მოუწია სიღატაკეში მთელი ემიგრანტების პერიოდში ცხოვრება. არ ქონდა საჭმელი, სასმელი, ქონდა სიცივე, მაგრამ მან არასდროს არ იფიქრა ის რომ ერთი ნივთიც კი გაიყიდა. მას რომ ეს ერთი ნივთიც გაიყიდა, მთელი ცხოვრება იქ უზრუნველყოფილი ექნებოდა, მაგრამ მან მის მეუღლესთან ერთად ეს ყველაფერი გადაიტანა. ერთი იყო ის რომ ასრულდა საჭმელიც, უნდა სითბოს, უნდა ბევრი რამ
რომელიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში დღე-დღე ვიხდით მაგისთვის და იყო მეორე ვალდებულება, პასუხისგებლობა იმისი, რომ ეს იყო ერის, ქვეყნის, ეკლესიის საგანძური და მას არ უნდა მოეკიდებინა ხელი იმისთვის და მანე შეძლო და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ იწმინდანად შერაცხა. აი ეს არის, რომ ერთი არის, რომ გიკინდა, მაგრამ მეორე არის რა არის კიდე მოვალეობები, რა არის ის ფასეულობები, რომელიც შენ ღვთის წინაშე გაქვს აღებული, შენი ქვეყნის წინაშე გაქვს აღებული, შენი მეგობრების, ახლობლების, შენი მშობლების, აი ეს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს მოზარდება, რა. ეს არის უდიდესი მაგალითი, ამაზე მეტი მაგალითი ალბათ ყველა ვიტყვით, რომ მილიონში ერთს თუ შეუძლია ასეთი მოვალეობა და პასუხისგებლობა ბოლომდე ღვთის წინაშე ჯვარი ქვია მას, რომელსაც ღვთის წინაშე ესე მიიტანს, მაგრამ აი ჩვენ ასეთი წინაპრები ვყავდა და წინაპრების მაგალითი უნდა გავიხსენოთ ყოველთვის. როგორც გადაცემის დაწყებაში ვახსენეთ, გადაცემის ჩვენი მეორე ნაწილი დაეთმობოდა საუბარს ჩვენი პროფესიის, მომავალი პროფესიის შესახებ, თუ რას ვირჩევთ, რატო ვირჩევთ და ზოგადად შეგვიძლია ჩვენ პროფესიის შესახებ ვისაუბროთ. რა პრობლემებია პროფესიის არჩევის დროს? ანუ ეხლა პროფესიის არჩევაზე რისი თქმა შეიძლება, რომ ყოველთვის პროფესია უნდა აერჩიო შენი სრულით, ყოველთვის კარგი მენაგვე ჯობია თუ დაგდოკაც, ხო? აქედან გამომდინარე, არავის ზეგალვენა, არავის რჩევა არ გჭირდება იმისთვის, რომელი პროფესიისკენაც შენი გული მიიწევს და რაშიც გონია, რომ შენ იქნები პროფესიონალი, ანუ ადამიანს სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება რაღაც იმაში საქმეში პროფესიონალი. ყოველთვის სჭირდება თავის საქმით პროფესიონალი და ამიტომ რომ სხვისი ზეგავლენით და სხვისი თქმით და რჩევით რო იღებენ ყოველთვის გადაწყვეტილებებს, ხო და სხვაზე რო არიან დამოკიდებულები. აქედან გამომდინარე არის სახელმწიფოში ძალიან ბევრი უმუშევარი, რადგან ისინი არიან თავის საქმის არაპროფესიონალები. და ასე რომ ჯობია ყველა ჩვენი სურვილით მივიღოთ გადაწყვეტილები, შევისწავლოთ გადაწყვეტილება, შევისწავლოთ ის საქმე, რომელიც გვიყვარს, დაგროვდება სახელმწიფოში პროფესიონალი და უფრო მეტი ეკონომიკაც განვითარდება და ყველაფრით განვითარდება პროგრესიული იქნება სახელმწიფო. ნუ ძირითადად პრობლემა ის არის, რომ ბევრს უნდა იმიტომ აერჩიოს თავის პროფესიონალი, უნდა შემოსავალი დიდი. ნუ ფიქრობენ ამ პროფესიას თუ აერჩევენ იქნება დიდი შემოსავალი, თუ იქნება ბიზნესმენი უფრო ბევრ ფულს აატრიოს, მაგრამ მანდ არ არის მთავარი საქმე. მთავარი ისაა, რომ თუ შენ ნებისმიერი პროფესიით შეიძლება იშოვო ძალიან ბევრი ფული. თუ შენ იქნები შენი საქმის სპეციალისტი და საუკეთესო იყავი შენს პროფესიაში, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეიძლება იყო ყველაზე სუსტი დაბლანზავარებოდი ალბათ დღესდღეობით საქართველოში არის ექიმი. მაგრამ შენ თუ შენი საუკეთესო ხარ მაგ შენ სპეციალობაში, ვარიანტია რომ დარჩავ ანაზღაურების გარეშე და არ ქონდეს შემოსავალი. რაც უფრო სპეციალისტი ხარ შენ საქმეში, უფრო მეტი გაქვს შემოსავალი. და ძირითადად კიდე როგორც ახსენეს, მშობლების ნათქვამით, მეგობრების ნათქვამით და მაგ შემთხვევაში ირჩევენ ხოლმე პროფესიებს. თუ საკუთარ თავმა თითოეულ ადამიანს შეხედოს ავიან თავს, რა საგანში თავიდანვე სკოლიდან რაში უფრო მოწონთ რა საგანი, რაში ხედავენ თავიანთ ნიჭს, თავიანთ ტალანტს და მაგის შემოგვიდ უნდა შეერჩეს პროფესია. მე პირადად ახლა ნამდვილად ვეთანხმები ორივე პიროვნებას, მაგრამ გამახსენდა ხოსე ორტეგა იგასეტის სიტყვები, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ცოტა შორიდან დავიწყებ. ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად, რჩეულ საზოგადოებად და მასებად. 21 საუკუნე ეს არის ის პერიოდი, როდესაც მასებმა წამოიწიეს წინ და რატომ თქვი ახლავე გამმარტავ. ეხლა არის ის საუკუნე, როდესაც ადამიანები პროფესიას უყურებენ პრაგმატულ, უტილიტარული, ანუ ცოტა ისეთ ენაზე რომ ვთქვათ, პრაქტიკული თვალსაზრისით. ყველა ადამიანი უყურებს დღესდღეობით პროფესიას, როგორც მომგებიან საქმეს. ისინი მას უყურებენ თუ რა სარგებლის გამონახვა შეიძლება, როცა აი ასე მძაფრად არ იყო ადრე. ეს არის საგანგაშო ფაქტორი ძლიერ და იმ მასებმა, რომელიც შეადგენს საზოგადოების ვიტყოდი 80%-ს, გადაწყვიტა აერჩია სწორედ ის პროფესიები, რომლებიც უფრო მეტად ანაზღაურებადია. მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ საგანგაშო პროცესი, რადგან არ შეიძლება პროფესია ეს არის ის ადგილი, სადაც შენ ხარ თავისუფალი. რა გადაწყვეტა, რას ირჩევთ, რაზე ფიქრობთ? მე ტელეჟურნალისტიკა. თავიდან ვიყავი საკმაოდ ძლიერი მათემატიკაში და გადაწყვეტილი მქონდა, რომ ცოტა განხრით წავიდოდი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე თემების წერა შემიძლია. ბატონ რევაზ ვალენჩივაძესთან ერთადაც გავდივარ ხოლმე, გარკვეულ საუბრები გვაქვს ხოლმე. და მანაც ვიცია, რომ ჟურნალისტიკაში ალბათ შევძლებ, რომ ვიპოვო ის ნამდვილი სახე, რომელიც უნდა გამოჩნდეს.
ბევრ ბავშვს ვთქვი, რომელსაც ოჯახში გადააწყვეტეს, რომ რა უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბავშვმა უნდა აირჩიოს და მოზარდმა თუ რა პროფესია სურს მას. მე სამართალი და დიპლომატია. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთი რაღაცა ძალიან არასამართლიანად ხდება და მინდა ეს გამოვასწორო. ანუ ვიცი რომ ჟურნალისტიკა არის ჩემი მოწოდება, ჩემი სტიქია არის საერთოდ თემების წერა, მოთხრობების წერა, ლექსების და ნუ ვიცი რომ მართლა ვიქნები კარგი ჟურნალისტი, მაგრამ იმის გამო რომ თითქმის ყველა აბარებს ჟურნალისტიკურზე, მქონდა გადაწყვეტილება რომ ამერჩია ცოტა განსხვავებული პროფესია, მაგრამ შემდეგ უკვე როცა დავფიქრდი და მივხვდი რომ რაც არის შენი ნამდვილი მოწოდება, უნდა გააკეთო ის, საერთოდ ოჯახში ცოტა დიდი პრობლემები მქონდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ დედაჩემს სურდა ბავშვებიდან რომ ექიმი ყოფილიყავი, მაგრამ ექიმობა ნამდვილად არ არის ჩემი მოწოდება, მამაჩემს კიდე უნდა რომ თავის განხრით წავიყვანი და სამსახურს გიშოვი და სამსახური არ იქნება პრობლემა, მაგრამ ნუ გადავწყვიტე საბოლოოდ ესე. მამაჩემი არის ფიზიკოსი, მაგრამ ნუ პროგრამირების მხრივ უნდოდა რომ წავსულიყავი. და ნუ აი ახლა უკვე რომ დავფიქრდი კარგად და რომ გავანალიზე სიტუაცია, ხო, მიმაჩნია რომ როცა შენ ხარ ნამდვილი პროფესიონალი, არ აქვს მნიშვნელობა შენ ფაკულტეტზე რამდენი ადამიანი აბარებს და შენ გაქვს თუ არა საშუალება რომ პირდაპირ ადგე და მოეწყო, ხო, სამსახურში. ნუ მთავარია შენ იყო შენი საქმის პროფესიონალი და ყოველთვის იშოვი ადგილს. მე იმის თქმა მინდოდა რომ საერთოდ საქართველოში გვაქვს ასეთი პრობლემა რომ ახალგაზრდობამ არ იცის თუ რას მოიცავს ესა თუ ის პროფესია. მაგალითად მე ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ვიყავი გარკვეული, ვთქვათ, რა მოვალეობები ეკისრება, ვთქვათ, იურისტს, ან დიპლომატს, ან ეკონომისტს და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ვერ ვირჩევდი უბრალოდ პროფესიას. და ჩემი საერთოდ ოცნება იყო რომ გავხდარიყავი ასტროფიზიკოსი, არ ვიცი, ეს იყო ჩემი ოცნება, მაგრამ რა არის თვით, როდესაც ადამიანი გაერკვევა უკვე რაღაც პროფესიის გარკვეულ თავისებურებებში, ხო, მას შეიძლება რომ აბსოლუტურად შეეცვალოს თავისი მხედველობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მაგალითად, ჩვენ ახლა დაგვინიშნეს კურსები იურის სამართლის მხრივ და მე ძალიან დამაინტერესა ამ საქმემ. კერძოდ სისხლის სამართალმა ძალიან დამაინტერესა. და ზუსტად ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანმა შეიძლება აირჩიოს თავისთვის სრულიად შეუსაბამო პროფესია იმის გამო, რომ მან უბრალოდ არ იცის რა ხდება ამა თუ იმ პროფესიის მხრივ. ეს იქნებოდა ძალიან კარგი თუ ამის აღმოფხვრა მოხდებოდა რაიმე გზით, იმიტომ რომ ეხლა ეს არის უბრალოდ გლობალური პრობლემა არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომ უბრალოდ მათ თქვათ ბავშვს შეუძლია ხატვა, მაგრამ მას აქვს ძალიან კარგი ნიჭი რაიმე სხვა მიმართულებით, ვთქვათ, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, მას შეუძლია რომ თავისუფლად გახდეს ექიმი. მაგრამ მან უბრალოდ არ იცის რა მოვალეობები და სხვა მხრივ რა უფლებები ენიჭება მას. და ეს არის ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემა. ადამიანი არ უნდა მოექცეს ხვისის ზეგავლენის ქვეშ და უნდა გააჩნდეს, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი. და პირველ რიგში რა პროფესიასაც ირჩევს, მიმაჩნია, რომ ის უნდა უყვარდეს მას, თორე ისე ვერაფერს ვერ გააკეთებს. არ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ანაზღაურება ექნება თუ არა სამუშაო. შენი საქმე უნდა შეისწავლო ძირფესვიანად, უნდა იყო აუცილებლად პროფესიონალი და არ დაეკარგები. მე პირადად მათემატიკურის განხრით მინდა რომ წავიდე, რადგან ამის მიმართ მაქვს ნიჭი. ისე მე პირადად ვირჩევ დიპლომატიას და რაც შეეხება ზოგადად პროფესიის არჩევას, პროფესია არ გულისხმობს იმას, რომ მოგიხდეს პროფესია, ანუ ჟურნალისტ არ უნდა უხდებოდეს სიტყვაზე ტელეეკრანზე გამოჩენა, ანუ ის უნდა იყოს რეალურად თავის საქმის პროფესიონალი, ანუ გულისხმობს ჟურნალისტის უპირველეს მოვალეობა ემსახუროს ჭეშმარიტებას, ანუ პირველ რიგში ამას უნდა აკეთებდეს და შემდეგ უკვე ვიზუალი და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, რაც წარმატების საწინდარია. იგივე შემიძლია თქვა ექიმზე, ანუ საქართველოშიც იდგა ეს პრობლემა რამოდენიმე ხნის წინ და ვფიქრობ, ეხლაც არის რაღაც მომენტში და გარკვეული პროფესიების სპექტრი განხრითაც. ანუ როდესაც შენ რაღაც საქმეს აკეთებ და აქვს სურს რომ იყო ამ საქმეში პროფესიონალი, მაგალითად ექიმი, ანუ შენ გინდა რომ ადამიანს დაეხმარო, გაუწო დახმარება, გადაარჩინო. არ უნდა გიხდებოდეს პროფესიონალი, უნდა იყო რეალურად პროფესიონალი. რისკენაც, რა თქმა უნდა, დიდი პროცესი და შრომის უნარიანი, უпростоრეთ შრომა დაგჭირდება. სიმართლე გითხრათ, ჩემო პროფესიას ჩემს დაკავშირებით ცოტათი დაბნეული ვარ. მინდა ის ადრე მქონდა იურიდიულზე არჩევანი გაკეთებული, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, იმიტომ რომ კარგად არ მქონდა გაცნობიერებული თუ რა უნდა გამეკეთებინა ამ პროფესიაში, მაგრამ როგორც მარიმ აღნიშნა, ჩვენ მქონდა კურსები სკოლაში, ერთიან რომელმაც დამანახა რომ აქ იყო ჩემი ადგილი. ასევე ის რა არის, ბევრი მეუნება, რომ
შემიძლია ამ გზით წავიდე და ამის პროფესიით მე მივახცევ წარმატებას. მაგრამ ამ დროს ჩემი შინაგანი მოწოდება სამართლად არის ფსიქოლოგიური და ეს ვერ ვაკეთებ არჩევანს ამ პროფესიას შორის და საბოლოო ჯამში მიღო გააწყვეტილება რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტზე, მაგრამ ამ დროს ვისწავლო სასულიეროზე ფსიქოლოგიის გარეთ. ჩემი სასურველი პროფესია ეს არის დიპლომატი, როგორც საერთაშორისო საკითხებში. ასე ვთქვათ, დავაკონკრეტდები და მინდა რომ ვიყო დიპლომატი საქართველოსთან ევროკავშირში, ანუ ევროპაში, რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ, პოპულარული გავხადო ჩემი ქვეყანა და უფრო მიზანშეწონებულად გავაცნო ევროსამყაროს და საერთოდ მსოფლიოს საქართველოს შესახებ. და მინდა რომ რაც შეიძლება მეტად ვემსახურო ჩემს ქვეყანას. და რაც შეეხება სხვა პროფესიებს, ერთი რამის თქვა მინდა რომ საერთოდ პროფესიებს ირჩევენ იმის მხრივ ჩემი აზრით, ანუ რაც უფრო მეტად მარტივია მისი ჩაბარება. და რაც უფრო მეტად პრიორიტეტულია იგი სახელმწიფოში, ხო? ამიტომ არის ძალიან ბევრი იურისტი მოდის, ეკონომისტი და ის ყველაზე კარგი საგნები რაც არის, აი ფიზიკოსობა, ქიმიკოსობა, იმას არავითარი პრიორიტეტი არ აქვს და ამიტომაც არის, რომ თითქმის არც არავინ არ აბარებს ამ საგნებზე. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩავაბარო, ოღონდ მხოლოდ აღმოსავლეთით, ანუ შორეული აღმოსავლეთით. ევროპაში არ მინდა, იმიტომ რომ იქით ტრადიციები ყველაფერი არის დამსხვრეული, ყველა არაფერი არაა შერჩენი და მხოლოდ იმიტომ მინდა ირანში ვთქვათ სიტყვაზე ვამბობ, რომ იქ ტრადიციებით მაინტერესებს, კულტურაზე, ენა ძალიან დამაინტერესა, წელს დავიწყე სწავლა და აი მამის გამო. მე მინდა იურიდიულზე ჩავარება, იმიტომ რომ ძალიან მაღლებს არაშრულწლოვანი დამნაშავეთა ბედი, იმიტომ რომ ისინი გამოდიან ციხიდან, არიან სრულად დაუსაქმებელი, არა მარტო არასრულწლოვანების სხვებით, მაგრამ მათ ცხოვრება წინ აქვთ და იჩაგრებიან ძალიან, იმიტომ რომ ისინი არიან ნასამართლები და ეს ტელევიზორშიც გაიჟღერა. მან რომ ისინი არ ამბობენ რომ ისინი ხალხი არ ამბობს რომ ისინი არიან ნასამართლეები, არამედ ისინი აღნიშნავენ რომ ისინი არიან ნაციხრები და ეს არის ძალიან ცუდი მიდგომის ფორმა და ხალხი ძალიან ცუდი თვალით უყურებს ამ ადამიანებს და მე ძალიან მინდა რომ ისინი დავიცვა როგორც შეძლებ. ვაპირებ ჩავაბარო საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძო დიპლომატია და ალბათ ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ რომ სულ რაღაც 7-8 თვეში სკოლაში დავიწყე სპარსულიანი შესწავლა და ძალიან დამაინტერესა გამომდინარე იქიდან რომ გავიგე რომ ძალიან დიდი კავშირია ჩვენსა და სპარსულენას შორის, ძალიან ბევრი სიტყვა გადმოსული ქართულში და ალბათ გავფიქრობ რომ გამომივა. მე მინდა გავყვე იურიდიულს, რადგან მეც ვიცი რაც მევალება და რაც არ მიყვარს ეს არის უსამართლობა და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მოწონს ეს საქმე, დარწმუნებული ვარ რომ შევცვლი ბევრ რამეს. მე მინდა ჩავაბარო იურიდიულზე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს პროფესია, ძალიან მიყვარს სამართლიანად რომ წდება ყველაფერი, არ მიყვარს უსამართლობა და ვფიქრობ რომ რადგან ძალიან მიყვარს ეს პროფესია, წარმატებას მივაღწევ. მე მინდა ჩავაბარო ეკონომიკურზე, მიუხედავად იმისა, რომ სალომემ თქვა, რომ ჟურნალისტიკაზე, ესე იგი, იმიტომ გადაიფიქრა ჩაბარება, რომ ბევრი ადამიანი აბარებდა, მე არასდროს არ მქონია ესეთი მომენტი, პირიქით, უფრო ამბიცია მქონდა, რომ ჩამებარებინა, რადგან პოპულარული ეს პროფესია. ეხლა მე სწორედ ის პერიოდი მაქვს, როდესაც პროფესია უნდა ავირჩიო, თუმცა ჩემს გარშემო არის სრული ქაოსი ეხლა. ანუ არც ერთი პროფესია, რომელიც ჩემს გარშემო თქვა, ჩემს მშობლებს მოწონთ, ჩემ მეგობრებს, არ მიზიდავს იმდრად. იმიტომ კი არა, რომ თქვა, ამის ნიჭი არ მაქვს და არ გამომდის. უბრალოდ ჩემ თავს ვერ ვხედავ და იძულებული ხდები რატოღაც ესე შინაგანი მეუნება, რომ არ მომწონს არც ერთი პროფესია. მაგრამ იძულებული ხდები, რომ ამათგან რომელიმე ავირჩიო. 11-12 კლასელ გოგოს ვეკითხები, რაზე აბარებ თქო და მეუბნება ნუ ესე ზუსტად ვერ გეტყვიო, მაგრამ დაახლოებით გეტყვიო. ნუ არის ერთი ვარიანტი სამხატვრო, მეორე ეკონომიური, ჟურნალისტიკა და თუ მანდაც ვერ მოხდი საექიმო. თქვენ საშუალება გაქვთ ჩამოთვალოთ ყველა ის პრობლემა, რომელიცაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებით. რა არის ეს პრობლემები?
პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ნუ მამა ჩემი რო ძალიან გვიან მოდის სახლში, ამას დიდი ხანია შეგუებული ვარ. ახლა დედა ჩემი, მოვყვები რაღაცას, ნინო, გეხვეწები, ცოტა ხანი გადი, თავი დამანებე. ეს არის საშინელება. მინდა მოვყვე რაღაც, დედა ჩემი, გეხვეწები რა, ცოტა ხნის მერე. ნუ მაქსიმუმ თუ რაიმეთი დაინტერესდა, მაგ შემთხვევაში. დანარჩენი შანსი არა, განვიცდი ყურადღების დეფიციტი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვაწყდები, ჩემს თავარ პრობლემას არის უსამართლობა. ვერ ვიტან უსამართლო გადაწყვეტილებებს და ვერ ვიტან, როცა ვიღაცას მხოლოდ იმის გამო აყენებენ შენზე მაღლა, რომ ის არის ვიღაცის ნათესავი, რომ ან უბრალოდ ან აქვს ბევრი ფული, ან რაღაც ეგეთი. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეს არის ბავშვებისადმი უნდობლობა, იმიტომ რომ უფროსები აშკარად იმას გამოხატავენ, რომ მე შენ არ გენდობი ამ საკითხში, რაც ყველა ბავშვს ვინც არ უნდა ელაპარაკოს, მაინც გულს ткენს რა. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა დასთან ურთიერთობა ყოველთვის კამათი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა შეხედულება გვაქვს თითოეულ საკითხზე, ასე რომ ეს არის ჩემი პრობლემა, მე მგონი ყველაზე დიდია. შეიძლება იმიტოა პრობლემა, რომ მე სულ მივუთითებ სწორი გზისკენ და სამწუხაროდ არ გამომდის. მაინც არასწორ გზას ირჩევს ჩემი და მე ვფიქრობ, რომ პრობლემა არის ჩვენს თაობასა და უფროს თაობას შორის, რადგან მათგან ყოველთვის ვიმსახურებთ კრიტიკას. უკულტურობა. ერთია დაუდევრობა ზოგადად ხალხის მასებში, როგორც დიდებში, ისე პატარებში. მეორეა თანატოლების და კლასელების კონფლიქტი და ერთმანეთთან შეუთანხმებლობა. რისი თქმა მინდოდა, რომ ჩემი აზრით, ჩემი პირადი პრობლემა ყოველ შემთხვევაში ეს არის, რომ არა მაქვს არანაირი მოტივირება. ვთქვათ, მე ვიცი, რომ მაქვს უნარი რაღაცა გავაკეთო და ვიცი, რომ შემიძლია რაღაცა შედეგსაც მივაღწიო. მაგრამ რატომღაც ჩდება ისეთი მომენტები, როდესაც მე არა მაქვს არანაირი სურვილი და ჩემი ნებისმიერი ქმედება მიმაჩნია სრულიად უშედეგოდ. ან ფიქრობ, რატომღაც ძალიან ბევრი ნაცნობიც მყავს, რომლებიც მეთანხმებიან ყველანაირად, რომ აი ვაიმე რა საშინელი ცხოვრებაა და მე რა გავაკეთებ. ვთქვათ, ვიღაცა შემაქებთ, მე რა მოხდება ამის შემდეგ. ჩემი აზრით მოტივირების დეფიციტი არის ჩვენთვის ძალიან ისეთი დიდი. ბავშვებში ხშირად არის ასეთი რამ, რომ თავიდანვე ფიქრობენ, თითქოს მათი მოქმედება, მათი სწავლის ან რაღაც გარკვეული ნაბიჯის გადადგმა თავიდანვე უკვე არის უშედეგო, რაც გონიათ, რომ ამისგან არაფერი აღარ გამოვა და ხელს იქნებენ ამ ყველაფერზე. ეს არასწორი დამოკიდებულება არის. პირველ რიგში ადამიანი ყველა ნაბიჯს რასაც დგავს ღვთის წინაშე და უფალმა იცის ეს აქვს ექნება ამას შედეგი თუ არ ექნება. და ღვთის წინაშე უნდა ისაზღვრებოდეს პირველ რიგში. ასევე ყველა მოქმედება, თქვათ, ცოდნას შევიძენთ და თქვათ მე გეგონოს რომ ვერ გამოვიყენებთ, არასწორია, მცდარია უკვე, როდესაც ადამიანს ცოდნა აქვს, ის აუცილებლად გამოიყენებს. შეიძლება დიდ რაღაც მსოფლიო საფეხურებს ვერ მიაღწიოს, მაგრამ ის თავის ქვეყნისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი ახლობლებისთვის ყოველთვის გამოსადეგი არის. თუ ყოველი სხვისთვის არ იქნება გამოსადეგი, თავისთვის მაინც გამოსადეგი არის, იმიტომ რომ ადამიანი ელემენტარულად ვითარდება ამ პერიოდში და ერუდიციას განიცდის. ესე იგი, სხვადასხვა საკითხებზე ჩამოყალიბებული და სწორი აზროვნება აქვს. ამიტომ ადამიანს თავიდანვე ასე ბავშვობის პერიოდში გადაწყვეტილება, რომ ვერაფერს ვერ მიიღებენ, ეს მცდარი დამოკიდებულებაა. გარემო შეიძლება იყოს ისეთი, რომ ზოგიერთ ადამიანს რაღაცა არ გამოსძიებდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში ასე არის. ამიტომ აუცილებელი არის, რომ მიზანმიმართულად და უფრო მეტად ისწავლოს იმ შემთხვევაში და უფრო მეტად მიიღოს ცოდნა, ვიდრე თქვათ მანამდე რამეს აკეთებდა, მანამდე იხარჯებოდა. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ცოდნა არის, მით უფრო მეტი არის იმის შანსი, რომ ბევრი რაღაცა გამოგივიდეს. ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა შური ერთმანეთის მიმართ და შეურაცხყოფა ერთმანეთის. რაც ხშირია მოზარდებშიც და მეც მქონია ეგეთ შემთხვევები, როდესაც შურს ადამიანს და ჩემი აზრით ერთ-ერთი გამოსწორების ანუ ამ პრობლემის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალებაა, რომ ურთიერთგაგება, ერთმანეთის გაგება.
თავარი პრობლემა, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის არის ის, რომ მოზარდებს შორის ხშირია ერთმანეთის დაცინვა, ანუ ასე ვთქვათ, დაკომპლექსება. ამა და იმის გამო, რომ აი იმას ის უფრო მეტად არის შესაძლებელი და აი ანუ მისი ოჯახი უფრო მდიდარი ასე ვთქვათ, ვიდრე ის. ან და მაგალითად, ანუ შენ სად ცხოვრობ და რაღაც ესეთი გამორჩევები და მოზარდის დაკომპლექსება. აი ესაა ჩემთვის თავარი პრობლემა. სამწუხაროდ ჩვენი დრო მოიწურა. დიდი მადლობა გადაცემაში მომზადებისათვის. ტელემაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები გახლავთ ქალაქ თბილისის 51 საჯარო სკოლის მოსწავლეები. ეს იყო გადაცემა სუფთა დაფა. ჩვენ ამით გემშვიდობებით. მომავალ ოთხშაბათამდე ზუსტად ამ დროს შევხვდებით ერთმანეთს. დედა ეკლესია თითოეულ ჩვენგანს ელის. მერთვა დაგლოცოთ და გაგახარეთ. აი როცა ვხედავ მე ამდენ ახალგაზრდობას, გულს უხარია, რომ მოდის ძლიერი თაობა. და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორს და მასწავლებლებს. ჩვენ აკეთებთ ძალიან დიდ საქმეს. ჩვენ უნდა გაზარდოთ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით. დალოცვილი იყავით, ნახარებული იყავით. ნურაფრისად შეგეშინდებათ. ჩვენთან არს ღმერთი. გადაცემის სპონსორია წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მრევლი. წმინდა მოწამენო კვირიკე და ივლიტა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის.